პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი 21. ჩოლოყაშვილობა ულმობელი დამღა. სასამართლო პროცესად სახელდებული ფარსისას იასონ ჯავახიშვილი იმ სიამაყით და პიროვნული ღირსების იმ შეგრძნებით წარმოსთქვამდა საბოლოო სიტყვას 1925 წლის 31 ივლისს თავის დროზე ფრანგ რევოლუციონერებს რომ სჩვეოდათ. საბჭოთა ეპოქაში კი სრულიად გაქრებოდა საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრებიდან. მსხვერპლად გამეტებულ ადამიანებს იმის უფლებასაც აღარ მისცემდნენ, რომ სიკვდილის წინ თამამი სიტყვა გადმოესროლათ, მომხრეთათვის იმედი და სიმხნევე ჩაენერგათ, მოძულეთათვის კი ეგრძნობინებინათ. ჩემი აღსასრულით სულაც არ მთავრდება ყველაფერი და ელოდეთ განგების განაჩენსო. ცვლილებანი, რომელიც საქართველოში მოხდა, გამოიწვია არა ხელისუფლების შეცვლამ, რასაც მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის გაცამტვერებამო. დაუნდობლად აცხადებდა იასონ ჯავახიშვილი და ქართველ კომუნისტებს იმოწმებდა, თვით მათ რიგებში მოხდა გადამხრელობა, ანუ უკლონიზმი. ქართველი ერი კი აიძულა დადგომოდა აჯანყების გზასო. დამოუკიდებლობის კომიტეტს 1000 რამეს რომ აბრალებდნენ, მათ შორის რაც მის დაარსებამდეც მოხდა და რაც მისი გაუქმების შემდგომაც დუმილს ამჯობინებდნენ სვანეთის 1921 წლის ამბოხზე. მაშინ კი სვანებს ძალას ატანდნენ. თქვენ ქართველები არ ახართ და ამიტომ მოითხოვეთ რუსეთმა უშუალოდ შეგიერთოთო. კი მაგრამო, გაოცებას გამოთქვამდა იასონი, სვანები თუ ქართველები არ არიან, მით უმეტეს რუსები ვერ იქნებიან. საერთოდ კი ვერ გამიგია, როგორ კადრულობდა ასეთ ანტიქართულ პროპაგანდას ქართული ხელისუფლება, თუნდაც კომუნისტურიო. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გასვლას ტყეში ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კარნახს რომ მიაწერდნენ ახალი დროის პროპაგანდისტები და სასამართლო ყოველნაირად ცდილობდა ამ ბრალდების დადასტურებას, იასონი უმტკიცებდათ, ესე არ ყოფილა. სვიმონ ყიფიანის წერილობით ჩვენებას რომ ეყრდნობით, აგერ მიხეილ ჯავახიშვილის კატეგორიული უარყოფა და დამაჯერებელი საბუთი, რომ პარტიას ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ასეთი გავლენა არ მოუხდენია. აბა მაშ რა მაიძულა ქაქუცა ტყეში გასულიყო? ხელისუფლებამ და მხოლოდ ხელისუფლებამ და ეროვნულ დემოკრატიული პარტია მას შემდეგღა დაუკავშირდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი რომ ცდილობდა წარმოედგინა ჩოლოყაშვილი როგორც მძარცველი და კაცისმკვლელი და ეს გარემოებანიც დამამძიმებლად ჩაუთვალა, წინად ადიუტანტი იყო და მერე სასურსათო კომისარიატის რწმუნებულიო. იასონი საკუთარი და ყველა პატრიოტის ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევდა განეცხადებინა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ეროვნული მებრძოლი და საუკეთესო პარტიზანი იყო. შიშველ ტიტველი ის 3 წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და როცა დამარცხდა, გახსნილი ალმით დატოვა ჩვენი მიწაწყალი. მან პირნათლად შეასრულა მოვალეობა სამშობლოს წინაშე და გაიხსენებდა ლუარსაბ და სვიმონ მეფეებს, რომელნიც 1 საუკუნის მანძილზე თავგანწირულად წარმართავდნენ პარტიზანულ ბრძოლას და ამით შეინარჩუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა. აჯანყება არ ყოფილა მასობრივიო. დამამძიმებელ გარემოებად იყენებდა ბრალმდებელი და თუმცა იძულებული იყო ეღიარებინა გამოსვლები გურიაში, სვანეთსა და იმერეთში მასობრივი რომ გახლდათ, ყალბი არგუმენტის შესაკოწიწებლად სამეგრელოს მოჭიდებოდა. აბა როგორი რა იყო, როდესაც სენაკი სულ 15-მა კაცმა აიღო? არ არის სწორიო. პირში შეებმებოდა იასონი, სენაკისაკენ დაიძრა 200 კაცი. აღებით კი აიღო პირველმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 40 კაცი. კონსპირაციის მოსაზრებასაც რომ თავი დავანებოთ, რა საჭირო იყო 1000-ები თუ სენაკს 40 კაცი დაიკავებდა. ხალხი იმ წუთასვე აღდგა უჩვეულო ენთუზიაზმით, შეიარაღდა და 4 დღეს რამდენიმე 1000 კაცი უდრეკად ებრძოდა რუსის ჯარსო. და კიდევ ერთი ყველაზე დამაჯერებელი საბუთი. განა შეიძლება ეჭვის შეტანა აჯანყების მასიურობაში, როცა მსხვერპლი 1000-ობით ითვლება. სულ ცოტა რამ თქვათ, რამდენიმე 1000 ქართველი ხომ გამოვიდა აჯანყების დროს. და როცა მასიურობის ასეთი დიდი პრეტენზიებით მოდიან ბრალმდებელნი, რატომ ავიწყდებათ, რომ 25 თებერვალს 1921 წლისა მათ გვერდში 5 ქართველიც არ ჰყოლიათ და საქართველო მათ რუსის ჯარმა დაუყრო. იმ ტრაგიკულ საბედისწერო დღეს იმის პასუხადაც გაიხსენებდა ბრალმდებელი ცინიკურად რომ ჩაურთავდა. ხალხმა ოღონდ კი რაიმე სანახაობა დაინახოს და თამამად გამოვაო. მაგრამ ნუ თუ ასე მალე ავიწყდებოდათ მომხდარი, არადა თებერვლის იმ დღეს, როდესაც თბილისში შემოიჭრა რუსის ჯარი, ქართველობა კარზე კი არ გამოსულა და ენთუზიაზმით კი არ შეგებებია მათ, არამედ შინ ჩაიკეტნენ და გულამოსკვნით ტიროდნენ. ის გარემოებაც ამბოხების სახელის გასატეხად მოემარჯვებინათ ბრალმდებელთ. მასში ყოფილი პრივილეგიური წოდება მონაწილეობდაო. იასონ ჯავახიშვილი დაბეჯითებით განაცხადებდა, ჩვენი აჯანყება უმთავრესად მოახდინა გლეხობამ და დაიმოწმებდა სტალინს, ვინც სხვა გზა არ ჰქონდა და აღიარებდა გლეხობის გამორჩეულ როლს ამ დიდ ეროვნულ მოვლენაში. თუმცა ცხადია, არც მუშები, არც ყოფილი თავადები და აზნაურები დარჩენილან ამ ბრძოლის მიღმა. როგორი რა არისო? იასონს არ შეეძლო არ გამოემჟღავნებინა იმ მტკიცებულების იდიოზურობაც, ახალ მოწესეთ ბაირაღივით რომ აფრიალებდნენ და ისე გამოდიოდა, როდესაც დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად დაბეჭავებული ერები ებრძოდნენ
იმპერიალისტურ ქვეყნებს ეს პროგრესად უნდა შეფასებულიყო, ხოლო როდესაც დაჩაგრული ერები ებრძოდნენ ძლევამოსილ საბჭოთა რუსეთს, ეს მხოლოდ და მხოლოდ რეგრესად უნდა მიჩნეულიყო. არადა ბრძოლა დამპყრობელთა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ, ვინც უნდა ყოფილიყო ეს მჩაგვრელი, შავი თუ წითელი იმპერიალისტი, ადამიანურ მოვალეობად უნდა შერაცხილიყო. აი რატომ არ მიმაჩნია თავი დამნაშავედო, ამ მოვალეობის შეგნებით არიშურებდა სასტიკ მსჯავრს იასონ ჯავახიშვილი და სულს იმ იმედით იბრუნებდა, სისხლი ამაოდ არ დაიღვრებაო. ჯერ კიდევ შეიძლებოდა გულისთქმის გამოხატვა და იასონ ჯავახიშვილის სიტყვა სასამართლოზე ხალხის ცნობიერებასაც კარგახან შემორჩებოდა და ისტორიული ანალებიც შესაფერის ადგილს მიუჩენდნენ. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისათვის, აჯანყება წავაგეთ და ისინი, ვინც ამ აჯანყებას მესვეურობდით, წავალთ გოლგოთაზე. და გაიხსენებდა ერთ არაბულ ლეგენდას, თუ როგორ არ გამოანათებდა მზე და დაიკარგებოდა, მაგრამ სიბნელეს ვერ შეეგუებოდა ერთი ჩიტი, რომელიც მიზნად დაისახავდა ქვეყნიერებისათვის მზე დაებრუნებინა. ამ მიზნით დაიწყებდა ფრენა სულ ზევით და მიაგნებდა კიდეც მზეს. აღარ მახსოვს მისცა თუ არა ჩიტმა მზე ქვეყნიერებასო, დასძენდა ბრალდებული, წამებული ეროვნული თავისუფლებისათვის. თვითონ ჩიტი კი დაიღუპა, მზის სხივებში ჩაიბუგაო. გამჭვირვალეა ალეგორია, ანტიკური ტრაგედიის მოვანდებასაც იწვევს, თორემ გოლგოთის მისტერიისა ხომ თავისთავად. წიწამურის ტრაგედიამ არ იკმარა გოლგოთის განმეორებად და აგვისტო-სექტემბრის დღეებიც უნდა შეხმატოდა იმ საბედისწერო სცენას. აგვისტოს ნათელი ჟამი კიდევ ერთხელ დადგომოდა საქართველოს გლოვად და ზარად. ვინც ამ აჯანყებას მესვეურობდით, წავალთ გოლგოთაზეო. მიხეილ ჯავახიშვილი გაერიდებოდა აჯანყებისათვის სამზადის, მაგრამ მერე ეხარბებოდა და ძალიანაც ეხარბებოდა იმათი ხვედრი, ვინც გაიწირა სახელმწიფოებრიობის დასაბრუნებლად. იასონ ჯავახიშვილი უკუნეთში ჩაძირული მზის ამობრწყინებასთან რომ აიგივებდა და უღირდა სისხლის დათხევა ამ რწმენისათვის. თავისი გოლგოთა ერგებოდათ შიომღვიმის შემოგარენის ტუსაღებს, თავისი გოლგოთა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. დასავლეთ საქართველო მეტად მოახერხებდა გაბრძოლებას. რაკიღა ხელისუფლების გაფაციცებული მზერა და მთელი ძალღონე ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესაპყრობად და შეფიცულთა რაზმების დასაშლელ გასანადგურებლად იყო მიმართული. გურია, სამეგრელო და სვანეთი როგორღაც მხედველობის მიღმა დარჩებოდათ და სამივე ეს მხარე მარჯვეთ ისარგებლებდა ბოლშევიკთან გაუფრთხილებლობით. სოლომონ ზალდასტანიშვილი რომ ირწმუნება, ამ მხარეებში აჯანყების ინიციატივა ხალხის ხელში მოექცაო. ილუზიებს კი არ ახოლია თავის მოსატყუებლად თუ სანუგეშოდ, არამედ
ზუსტ ცნობას უტოვებს შთამომავლობას, ცნობას, რომელსაც სხვა დოკუმენტური ჩვენებანი მხოლოდ დაადასტურებენ და ახალი მასალით შეავსებენ მეტი თვალსაჩინოებისათვის. აგერ გურიაში ამბოხებულნი დაეპატრონებოდნენ ხიდის თავსაც, ნაგომარსაც, საჯავახოსაც, თუმც გენერალ ყარალაშვილს დაატუსაღებდა ჩეკა, მაგრამ ბრძოლებს სათავეში ჩაუდგებოდნენ გასული რაზმის უფროსები და სულაც ოზურგეთზე გაბედავდნენ იერიშს. რუსის ჯარი ჩაასწრებდათ ბათუმიდან და სამტრედიიდან, გაამაგრებდა თავდაცვის ზღუდეებს, უთანასწორო შეტაკებაში ძლევდა აჯანყებულთ, მერე კი უკან დახეულთ ალყასაც შემოარტყამდა. ამოჟლეტას ვეღარ მოახერხებდნენ, რადგანაც ამბოხებულნი ალყას გაარღვევდნენ და მთებში მიმოიფანტებოდნენ, ზოგი საზღვარგარეთაც გაასწრებდა. ვერც გენერალ თოფურიას დატუსაღება შეაჩერებდა სამეგრელოს შეიარაღებულ გამოსვლას. დავით მხეიძე 17 ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატთან ერთად სენაკსაც დაიკავებდა, ჩეკასაც განაიარაღებდა, ციხიდან ხალხსაც გაათავისუფლებდა და იარაღსაც დაურიგებდა და ისინი დაიძრებოდნენ სამტრედიისა და ფოთის მიმართულებით. რა უბრალოდ ითქმის და რამხელა განცდებს იტევს მემუარისტის ეს ფრაზა, რამდენიმე დღეში მთელი სამეგრელო ხალხის ხელში იყო. დავით მხეიძე დაიჭრებოდა ბრძოლისას, ხელისუფლებაც მთელი ძალღონით იქით მიაყრიდა და გამარჯვების სასწორს ნელ-ნელა თავისაკენ გადაზიდავდა. ამათაც მთები უშველიდათ სამთავრობო ჯარებისაგან ისინი თუ დაიფარავდნენ და თუ ზოგი შინ დაბრუნება შეეცდებოდა ფარულად, ზოგი კი უცხოეთში გასაქცევ გზებს მოსინჯავდა, არაერთი მიამბოხე სულაც არ მიიჩნევდა ამ მარცხს გადამწყვეტად და საბოლოოდ და სვანეთის გამოსვლებს შეუერთდებოდა. სვანები აკი პირველნი აუჯანყდნენ ახალ მოწესეთა შემოსვლა დამკვიდრებას. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ თავისუფლების დროშის აფრიალებამდე ვერ შეეგუენ სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და მით უმეტეს ახლა არ გამოაკლდებოდნენ საერთო სახალხო აჯანყებას. ის კი არა, თელ სვანეთს რომ შემოხვევდნენ ხელს პოლკოვნიკი გარდაბხაძე და ეროვნულ დემოკრატი ბიძინა პირველი და თავისუფლების სუნთქვას განაცდევინებდნენ, სულაც ქუთაისისაკენ დაიძროდნენ პირველი წარმატებით ფრთაშესხმულნი. იქაურობა მტკიცედ გამაგრებული დახვდებოდათ, მაგრამ შეპუებით არ შეეპუებოდნენ და რამდენიმე ბრძოლასაც გადაიხდიდნენ. უკან დახევა მოუწევდათ, რა სიზამ, ძალას ეს აღმართიც უნდა გადაეხნა, მაგრამ ის სამი კვირა, რასაც სვანეთი გაუძლებდა რუსების ძალმომრეობას, მართლა სამ კვირად კი არ ითქმოდა, არამედ მთელ ეპოქად და მისთვის ღირდა თავის გადადება. შორაპნის მაზრაში ამბოხებულნი ჩხარს რომ იგდებდნენ ხელთ, რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადავიდოდა ეს ქალაქი. საბოლოოდ კი ბოლშევიკები თავისას გაიტანდნენ და ამათაც რაღა დარჩენოდათ, მთებისათვის უნდა შეეფარებინათ და მიემდოთ თავი. გაცხარებული ბრძოლებისას, წინსვლისას თუ უკან დახევისას ყველანი დამოუკიდებლობის კომიტეტს უთვლიდნენ, მოქმედება როგორ გავაგრძელოთ და თქვენგან რა იმედი გქონდესო.
სადღა იყო დამოუკიდებლობის კომიტეტი, რაღაც უნარი შესწევდა. ჭიათურის ტრაგედიაში ორი ძმაც მოხვებოდა. თბილისში მათ დედას რომ ესტუმრებოდნენ მეგობრები სამძიმრის სათქმელად, დედა მათ უცრემლოდ მიესალმებოდათ და გამოუცხადებდა ასეთი დახვედრით გაკვირვებულ მოსამძიმრეთ. სამგლოვია რომ არა მაქვს რა, ვამაყობ, რომ ჩემმა შვილებმა სამშობლოს თავი შესწირესო. მარტო მისი დატანჯული სახე ამტკიცებდა, როგორი დიდი მსხვერპლი გაიღო მისმა გულმა. დასძენ სოლომონ ზალდასტანიშვილი და იქვე გაიხსენებს, თუ როგორ ჩამოუვიდა მის მეგობარს, ვისთანაც იმხანად თვითონ იმალებოდა გურიიდან მასწავლებელი ქალი, ვინც დაწვრილებით აღწერა იქაური მოძრაობის ამბები. გურიის დარბევის შემზარავ სურათთა გადმოშლა ძალაუნებურად ათქმევინებდა მასპინძელს. ალბათ ხალხს გული გაუტყდა აჯანყების დამარცხების გამო. რას ბრძანებთ? გაოცდებოდა სტუმარი და გაუმეორებდა, რასაც მთელი გურია გაიძახოდა. ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთ. რა უყოთ, რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგა. ამგვარი მაგალითი კიდევ ბევრი წამოაგონდებოდა ამ მხატვრულ დოკუმენტური თხზულების შექმნისას, რაც უპირველესად პოლიტიკურ ანგარიშად თუ ისტორიულ ქრონიკად განეზრახა, აჯანყების ზოგად კარგად და ამიტომაც ვერ გადაავსებდა თვალსაჩინო ნიმუშებით. ზოგადი განწყობილების აღსადგენად ესეც კმაროდა, თუმცა დანანებით დაენანებოდა და გულს მხოლოდ იმის გაფიქრება გამოუკეთებდა, ისე როგორ იქნება ვინმემ არ მოუყაროს თავი და სრული სურათიც არ შექმნას გინდ ტრაგიკული ამბებისა და გინდ მხნეობისა და გაუტეხელობის ეპიზოდების. წერლური ჩარევა რომ არ სჭირდებათ, თვითონვე იღაღადებენ დროების ტრაგიზმზეც და ადამიანის დაცემასა და ამაღლებაზეცო. ერთი ხანობა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთო. გურულები თუ თავიანთი სულის თქმის დღეებს გადაითვლიდნენ, მეგრელები თავისას იანგარიშებდნენ, თავისას სვანები და იმერლები. ქაქუცა შეფიცულნი კი წლებსაც გადაავლებდნენ თვალს, კაცურად რაც შეეხედათ მზისთვისაც და თვარისთვისაც და თამამად შერკინებოდნენ მოჯადოებულ წრეს. შენი გარღვევა რა გახდა ამისთანა, მოვდივართ და დაგვიდექიო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ იმ ხანაზე, ეს ერთადერთი ფრაზაც ხელშესახებად აღადგენს მის ტრაგიზმსა და საზარლობას. 7 წლისა ვიყავი, როცა პირველად წამიყვანეს დაკითხვაზე. ამას მოგვიანებით გაიხსენებს თამარ. თიკუნად ციცნა ჩოლოყაშვილი მზია ბაქრაძესთან საუბრისას და თვალწინ გეხატება იმ უჩვეულო ჟამის დადგომა, ადამიანების გაველურება, უკიდურესობას რომ მიაღწევს, პარტიული მოწოდებებით გონება არეულისა და დიდად წარმატებულ კარიერაზე დახარბებულის. სხვა არაერთ ეპიზოდსა თუ რეალობასაც ამცნობდა და ამ ნაამბობის საფუძველზე შეიქმნებოდა ის დოკუმენტური მოთხრობა, რომელიც თავისთავად შემძვრელია და მით უმეტეს მეფისტოფელური ეპოქის ფონზე. თამარი დედასა და უმცროს დასთან 3 წლის ქეთევანთან ერთადაა დაპატიმრებული. ეს უკვე მეორედ, დიახ მეორედ, მიუხედავად მცირეწლოვანობისა
და ამჯერად მთელი სანათესაოს ქალებით დაუტუსაღებიათ და კიდევ ტყეში გასულთა თითქმის ყველა ახლობელი ქალი, სულხანიშვილები, ავალიშვილები, მეღვინე თუ ხუცესები, გვიანი შემოდგომაა. ყველა ტუსაღი თელავის მილიციის მეორე სართულზე შეუყრიათ ერთ ოთახში. სულ 80 არიან, ამათგან 50 ქალია. დღედაღამ იატაკზე სხედან, ისედაც ბუნდოვანი მომავლი დაზაფროვნი. რაკიღა ლეიბისა თუ საბანის მაგვარი არაფერი მოეძევებათ. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.